თქვენი მეუღლისთვის საუზმე მოვიტანე. კარგი. აქ დატოვეთ. მე მივხედავ. და ეწარსულს ჩაბარდეს. მადლობა. ოზან საუზმე მოიტანეს გაიღვიძე. რა ძილის გუდა ხარ? ძილი არასდროს ყოფნის. არასაყვარელი ხარ, როცა გძინავს. ცუდად არ მეკცევი. ეს რა? ქალბატონო ჩაგლა. აქ რა საკეთებ? მუსა სად არის? ბატონი მუსა ნივთების წასაღებად წავიდა და მე შევცვალე. რადგან ყველაფერი ხომ ჩემს გამო მოხდა და ვიფიქრე, ასე მაინც დავეხმარებოდი. კარგი, მე აქ ვარ. შეგიძლია წახვიდე. კარგი, წავალ. ოზან, საკუთარი თავი გაწერე, არა? ჩაღლა? ოზან, აქ ვარ, არ ინერვიულო. შენს გვერდით ვარ. როგორ ხარ? კარგად. ძალიან კარგად ვარ. დიდი ხანი ასეთ კბილად არ მძინებია. პიჯაკი დამრჩა. ჩაღლა. თელეგრამი აქ იყავი? ეს დაივიწყე ოზან. რა მნიშვნელობა აქვს? რამე გტკივა? რას ნიშნავს რა მნიშვნელობა აქვს? მადლობა. დიდი მადლობა. ოზან, ერთი დღე დაგტოვე მარტო და ნახე რა დაგემართა. ამიერიდან მარტო აღარ დაგტოვებ. ხო, უშენოდ არაფერი არ გამომდის. კარგია რომ არსებობ. კარგია რომ არსებობ ოზან. შენგან ამ სიტყვების მოსმენა ძალიან სასიამოვნოა, მართლა. ჩაღლა ვდგები თორემ საძვალს მივეჯაჯვა. ეს რა? ტანესამოსი მოვიტანე. გაიღვიძა ოზანმა. კი, გაიღვიძა. მუსა, რაღაც მინდა გითხრა. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. არ მინდა ოზანმა გაიგოს, რომ ღამით აქ დავრჩი, კარგი? ხო, მაგრამ რატომ? მიზეზი არ მკითხო. უბრალოდ თხოვნა შემისრულე, კარგი? შემიძლია გენდო? რა თქმა უნდა. იჩხუბეთ თუ რა მოხდა? არა, არ გვიჩხუბია. უბრალოდ ასეა საჭირო. ხომ არაფერს ეთყვი? კარგი, როგორც გინდა. თუ ასეთ დროს საჭიროდ, მაშინ არ ვეთყვი. მადლობა. დროებით. ესეც ასე. ჩაღლა. თქვენი საუზმე მზადა, აუცილებლად უნდა ჭამოთ. ჩაღლა, შენთან ერთი წინადადება მაქვს. მოდი აქედან წავიდეთ და სახლში ვისაუზმოთ. რა სიტყვი? ჩაღლა, კარგად ვარ. მართლა შემიძლია მარათონზეც კი გამოვიდე. ხო, წავიდეთ. აქაურობას ვერ ვიტან. ოზან დამიჯერე, მეც მინდა აქედან წასვლა და შენთან წასვლა, მაგრამ არ შეიძლება. ცუდად ხარ, ექიმს რა ვუთხრა? და საერთოდ, რატომ ჭირვეულობ? რატომ არ იქცევი როგორც პაციენტ შეეფერება? იმიტომ რომ ავად არ ვარ. და არც ვაპირებ ჭირვეულობას, ხომ იცი ეს? მართალია.
დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა. მოდი მოსა. თორემ კომპანიის პარტნიორისგან ძიძა შემსჭა ხელში. რა თქმა უნდა, ერთი დღე დავტოვე მარტო. და რა აღარ დაემართა. ასეა ქალბატონო ჩაღლა. ერთი ხელს კიდებს, მეორე ეფერება. კარგია რომ არსებობ, ინაღამ გული ამერია. თავიდანვე ყველაფერს უნდა მემხვდარიყავი. ერთი წუთით მოიცადე, ვერაფერი გავიგე. რას უნდა მემხვდარიყავი? ოზანს ვკითხე, ვინმე გყავს თუ არა მეთქი. და უაზრო პასუხი გამცა. არც კი მითხრა და არც არა. ვიცი რომ ქალბატონ ჩაგლასთან რაღაც აქვს. დარწმუნებული ვარ. მე არ თქვა რომ არ გამიფრთხილები ხარ. ეს რა შულო რაღაც მინდა გითხრა. როცა ცუდად იყავი, ის ბიჭი ხომ დაგეხმარა? დაეხმარა. ახლა კი არ იცის რომ შენ იყავი მის გვერდით საავადმყოფოში. ვერ ხვდები რატომ ბრაზობ? დედა ოზანს სულ იცავ. როცა ცოლქმარი ვიყავით, მაშინაც ამართლებდი. მადლობა გადავუხადე. დილამდე იქ ვიყავი. ასე გამოვხატე მადლიერება. მორჩა. ადამიანი მადლობას მაინც გადაიხდიდა. გარეკავდა გამაჯანმრთელებას ოსურვებდა, მაგრამ არა. მუსა ასე ბევრს ვითხოვ? არა, მაგრამ აი ხომ ხედავ ეგოისტია. ძმა ვასე ნუ ამბობ. იქნებ ყველაფერი ისე არ არის როგორც შენ ფიქრობ. როგორ არ არის ისე? ნახე, მესიჯს ან ზარს ხედავ, აღარ შემეძლია. ასე ვერ გავწევ, გავსკდები. რაღაც უნდა გითხრა ძმაო. არაფერი არ მითხრა მოსა. ვიცი ისე ვიტყვი რომ კარგი გოგოა, შენი რძალი არ მაინტერესებს. აი ნახე. ჩაღლა შეხედა. თელი ღამე აქ გამეთენა გოგონამ. ერთი ჩემი მეგობარია და მეორე ყოფილი ცოლი. ყოფილი ცოლი, რომლის გამოც თავი გავწერა. ეს ქურთუკი ვისეა. გუშინ ოფისიდან გოგონები იყვნენ და ალბათ რომელიმეს დარჩა. ვიკითხავ ვისეა და დაუბრუნებ. კარგი. ჩაღლა ექიმთან წავიდა. როდის დაბრუნდება არ ვიცი. აქ ვიხრჩები მოსა. მეც ძმაო, მეც. ნეტავ გენახა როგორ იყვნენ ერთმანეთთან. ხელჩაკიდებულები, კანი გაულურჯდა თისა უჭერდნენ ერთმანეთს ხელს. გოგონო აზვიადებ, თან რა მოხდა? მერე რა თუ ხელი მოკიდა? ჩინარმაც ხომ იგივე გააკეთა? ეგერთი და იგივეა? მე და ჩინარი რა შუაში ვარ ზეინო. ჩვენ მეგობრები ვართ. ცუდი განზრახვა არ გვაქვს. უბრალოდ მეგობრობთ და მორჩა. ანუ მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ მეგობრობა და სხვებს არა, ასეა? ქალბატონმა ჩაგლამ იმედი გამეცრუა. ოზანმა კითხა მთელი ღამე აქ იყავიო? არა, არ უთქვამს კიო. მაგრამ თემა გადაიტანა და ისე გამოვიდა რომ ღამე გაუთენა. ოზანი ახლა ფიქრობს რომ ჩაღლა იყო მასთან. ხომ ხედავ ადამიანმა არაფერი იცის. ძალიან კარგი, არც მინდა რამე გაიგოს. ძიძა უკვე იშოვა, ხო და გააგრძელოს თავისი ბედნიერი ცხოვრება. გოგო რატომ ჩაიციკლე? საიდან იცი რომ მათ შორის მართლა არის რამე? შეიძლება გაბრაზდე ახლა რასაც გეტყვი. მაგრამ ასე რომ იყოს ოზანი იტყოდა. რადგან არ უთქვამს, ანუ სანერვიულოც არაფერია. მე ვფიქრობ რომ უნდა ინერვიულოს. ჩაღლა ძალიან ლამაზია. არ ვიცი როგორ უნდა იმეგობროს კაცი. კარგი ძმა უგეყოფა. ლამაზია და იყოს. წავიდეს და იყოს ლამაზი, მე რა შემაინტერესებს? წავედი მაგვიანდება. წარმატებები დედა, დროებით. ყველა მე მიყვერის. სამართლიანად. რას უბრუნები გოგოს? რანაირი ადამიანი ხარ ეკო? მოიცადე, ახლა რა ოზანზე იეჭვიანა? არა მგონია. აქამდე ეს რას ეჭვიანობა არასდროს მინახავს. მგონი უბრალოდ გააზვიადა სიტუაცია. დავიღალე, ეს რა არის? არანაირი ჭხუბი, გარჩევა, სკანდალი. არანაირი გართობა. ჩემი ბარათებიც არ მაქვს. ჩემი პატარები. ნეტავ ჩემთან იყვნენ. რა ლამაზად იყვნენ ჩამსკრივებულები ჩემს საფულეში. რა კარგად ვხარჯავდი ფულს. ყველაფერს ყიდულობდი რაც მინდოდა. ჩემი სიყვარულები. ეს რა არის? რა ხმა? ახალ პრეზიდენტს ირჩევენ. რაიონის გაუმჯობესება უნდათ. ამას ვინ მოკიდებს ხელს? დაო, 3-5 სარიხდიან? მერე? ხელფასი ხდიან? როგორც ვიცი კი? ჩემი კოსტიუმი სად არის? ზედა სართულზეა. 5000.
წასვლას აპირებ? მენექშე, გოგო, გაიგე? რა? პრეზიდენტი უნდა ავარჩიოთ. მთელი რაიონი ვფიქრობდით, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო და შენ აგირჩიეთ. ამ საქმეს ყველაზე კარგად შენ გააკეთებ. მერი მან პრეზიდენტობა ცოტაა. საღამოს კაფეს რომ დავკეტავ, შენთან მოვალ სახლის დასალაგებლად. მართო ჩემო. რას ამბობ? კარგი რა? მართალი არ ვარ? შენზე კარგად ამას მის შეძლებს, აქ არ დაიბადე და გაიზარდე? ხელფასსაც ეხდიან, გოგო, ხელფას. მერე რა ვქნა ნერი მან? ხელფასი? მოიცადე. ხელფასიო? ასე თქვა? თუ ყური მოვკარი, რა ხდება? ხო, ფულს ეხდიან ყოველთვიურად. ვიცი რაც არის ხელფასი. ნერი მან გეფიცები პირველად გაიგო. უდეს მე მორჩებით ხუმრობას. არა? დედიკო მგონი ხელფასის გამო ღირს რაიონის პრეზიდენტობაზე კანდიდატურის სამოჭრა. არა ეკო, არანაირი კანდიდატურა. მე ვარ კანდიდატი. ხედავ? მე ვარ რაიონის ახალი პრეზიდენტი. აი მსურველიც გამოჩნდა. შენი ჯექი. ქალბატონო ზუმრუდ. პრეზიდენტობა ჯერ მე შემომთავაზეს, ამიტომაც ტყუილად წვალობ. ადგილი ჩემია. გავიგე რომ არ გინდოდა კანდიდატურის წამოყენება. ერთი წუთით ქალბატონებო. სიტუაცია შეიცვალა. რადგან ორი კანდიდატი ყავს, არჩევნები უნდა ჩავატაროთ. საუკეთესომ გაიმარჯვოს. დილამშვიდობის. დილამშვიდობისა. დღეს მისი დანახვაც არ მინდა. იმედია სამსახურში არ მოვა. თუმცა როგორ უნდა მოვიდეს, ცუდად არის, ალბათ არ მოვა. რა თქმა უნდა, ქალბატონო სემა, ბატონი ოზანი აუცილებლად შეგხვდებათ. ხოთ, დღევანდელი გვაპატიეთ, დროებით. ეს რა წადი და ყველაფერი იყიდე, კარგი? ბატონი ოზანის სახლი ხომ იცი? ხილი, ბოსტნეული, ვიტამინები, ყველაფერი ჩამოგიწერე. იყიდე და მიუტანე, კარგი? საბუთებს მე მოვაწესრიგებ ბატონი ოზანისთვის ყველაფერი მზად უნდა გქონდეს. ერთი წუთი, ამას მე რატომ ვაკეთებ? აბა მე გავაკეთო, ვერ ხედავ რამდენი საქმეა. მიდი ნუართულებ ბატონი ოზანის მოსვლამდე ყველაფერი მზად უნდა იყოს. მე მკაცის სახის დანახვაც არ მინდა და ეს ნახე რას მავალებს. კარგი რა ვქნა, მიუტან და წამოვალ. ჩაღლა, კარგად ვარ. თვითონ წამოვიდოდი, რა საჭირო იყო? მე წავიდოდი და შენ ოფისში დაბრუნდებოდი, არა ოზან? რა თქვა ექიმმა? დღეს უნდა დაისვენო. კარგი, მაგრამ გუშინას არ ყოფილვარ. საქმე დაგროვდებოდა. საქმე მოიცდის ოზან. დამშვიდდი. ახლა სახში წაგიყვან. და რომ დავინახავ ისვენებ, მეც დამშვიდდები. კარგი, დღეს შენ ხარ უფროსი, გნებდები. ოჯახ. ოზან. ჯერ არ მოსულა. კარგი, იმის სახეს ვერ დავინახავ. რამძიმია. ქალბატონმა პენარმა რამდენი რამ დამავალა. არა და ოზანს არ უყვარს. ნეტა ვახსოვს? არა, არ ახსოვს. რა უნდა ახსოვდეს? იდიოტი. რა ვქნა? ჯერ ხილს მოვამზადებ. ესეც ასე. ძლიერი ყავა უყვარს. ძალიან მეძინება. ცოტა ყავას დავლევ და გამოვფხიზლდები. რა დაშავდება? ჩემი მომზადებულია და დავლევ. დავიწვი. არ გაშრა. რამდენი ხანია ვაშრობ და აზრი არა აქვს. ანუ ამის გამო ვერ მოხვედი ფოტოსესიაზე. ოზან ნუ დამცინი. არ მინდოდა მომეყოლა, მაგრამ ვეღარ მოვითმინე. ნეტა ჩემი სახე გენახა. გავიგე რომ შენი დაესრას ფოტოები ძალიან ლამაზი გამოვიდა. ხო, მაგრამ მერჩევნა შენ ყოფილიყავი.
შეხედე? საზიზღარი. ეს ყველაფერი შენ მოამზადე? მიდი ქალბატონო ჩაგლა, ესეც მიითვისე. ასეთი რაღაცები კარგად გამოგდის. არა, ალბათ პენარმა მოამზადა. ო, ალბათ. ნახე ზაფხულში მანდარინი სად იშოვეს. ო, უცნაურია. ოზან, როგორ ხარ? კარგად ვარ ესა. არა კარგად, სულ ცხელი ხარ. რატომ არ მისმენ? ხომ გთხოვე წამალი დალია მეთქი. ეს რა არის ნერვიულო, კარგად ვარ, მალე გამევლის. თავისით როგორ გაგივლის? მანდარინის ჭამით? ეს რა, ვიტამინებია. ჩემზე კარგად მოქმედებს. ხო, მაგრამ ამით როგორ უნდა გამოჯამრთელდე ოზან? რას გიზამს? რა ჯიუტი ხარ? საერთოდ არ მისმენ. კარგი, გამომართვი და ჭამე შენი ვიტამინები. მადლიმის ხელებს ვინც ეს მოიტანა, დილი და ხილი კარგია. შენთვის არ მეყიდია ეს მანდარინები. ასეთი მადით, როგორ ხარ გამხდარი დღემდე მიგვირს. ჩემი საიდუმლოა. ჩაღლა, მე ოთახში შევალ. გამოვიცვლე. კარგი, მე მანამდე მუსიკას ჩავთავ. შენც დაისვენებ და შენი გონებაც. კარგი იდეა. შეხედე, ატმოსფეროს ქმნის. აქ რა საკეთებ? თუ გინდა ეს ჩაიცვი მოგიხდება. ეს რა ჩემს გარდირობში რა გინდა? ხელი ხომ არ შეგიშალეთ. თუ გინდა წავალ, არ შეგაწუხებთ. ჯერ ამიხსენე აქ რა საკეთებ? ვალაგებდი. ქალბატონმა პენარმა გამომგზავნა, რაღაცები მოვიტანე და მერე დავიმალე. ხო, აბარა, ქალბატონმა პენარმა გამოგზავნა, შენ ხომ არ გავაკეთებდი? არ გავაკეთებდი? არა? კარგი, რაც გინდა ისი ფიქრე. გამოდი მაისური უნდა ავიღო. რა მოხდა, გტკივა? სად გტკივა? რაში გაინტერესებს? მართლა გაღელვებს, როგორ ვარ? ოზან, კარგად ხარ? ხომ არ მოვიდე? მოვიდეს? აქ უნდა მოვიდეს? თუ გინდა მე მარტო დაგტოვებთ. არა. არა? კარგად ვარ. ყველაფერი კარგად არის. ახლა ვეგამოვალ ჩაღლა. ამას შეხედეთ. ჩინარზე მეჩხუბება და თვითონ რას აკეთებს? ეს სხვა სიტუაცია. არასაც შეენაკეთებ ორმაგი სტანდარტია, არასწორად მეკცევი. რა? გაჩუმდი. როცა რამე ისეთს ვამბობ, რაც არ მოგწონს, მაშინვე მაჩუმებ. ოზან, კარგად ხარ? თუ გინდა მოვალ. კი, კარგად ვარ. კარგად ვარ ჩაღლა, ახლა ვეგამოვალ. მომისმენე. არ გაბედო არსად გამოსვლა და ხმა არა მოიღო. ხომ გისმენს? ოზან, ცუდად ხარ? შენი ყვერილი გავიგე, შემოსვლას ვაპირებდი. არა, კარგად ვარ, მაისურს რო ვიცომდი, ხელი ავწია და მეთქინა. კარგი, მაშინ მოდი, დაჯექი და დაისვენე. ასე მეც დავშვიდდები. არის ნერვიულო ჩაღლა. აქ არა, ჯობს ოთახში შევიდე და დავიზინო. თუ არ გესყინება, რა თქმა უნდა. არა, ძვირფასო, რატომ უნდა მეწყინეს? თავარია დაისვენო. მაშინ კარგი. ერთადერთი ხარ. შენ ჩაღლა. მე და ყველა შენნაირი ყურადღებიანი იყოს. შენთვის ესეც ცოტაა. თუ რამე დაგჭირდება, შეგიძლია ნებისმიერ დროს დამირეკო. ხო, რა თქმა უნდა. ჩაღლა, დიდი მადლობა. არაფრის. ალბათ შეგაწუხეთ. თქვენ საუბარს ხელი შეუშალი, არა?
Ახლავე წავალ, რატომ გაუში? არ იყო საჭირო. ჩუმად გავიპარებოდი და თქვენ გაერთობოდით. ეს რა ჩემი მაისური რატომ გაწვია? ჩემს კაბას ყავა გადაესხა და ეს ჩავიცვი. რა ღირდა? რასასიამოვნო ნაჭერია. ყავა გადაესხა? ხო. შენ რა? რას მეყურებ? სხვენია, ნუ მეყურებ. რატომ უნდა გიყურო? როგორც ხედავ, ჩემს სახლს შეეჩვიე. ჩემი მაისურები დადიხარ ყავას ვამ, გარადაში იმალები. არამდენი რამ დაგახვედრე. ადამიანი მადლობას მაინც იტყოდა. არ შეგიძლია თქვა. მადლობა ეს რა. ეს მე უნდა გადაგიხადო მადლობა, შენს გამო თავი გავწირე. ადამიანი დარეკავდა მაინც მომიკითხავდა, მაგრამ არა. იგივე შენ რომ დაგმართნოდა, ერთი წამით არ მოგშორდებოდი. შენ მასთანაც ბედნიერი იყავი, ვინც პალატაში ყავდა. მე საჭირო არ ვარ, არ ვაპირებ ხელი შეგიშალო. მეტი არაფრის თქმა არ გინდა? ხო, მორჩა მივდივარ. სად მიდიხარ ეს რა? არას ნიშნავს სად მივდივარ, კომპანიაში. სად უნდა მივდიოდე? ასე მიდიხარ? რა იყო? საკუთარ თავს შეხედე. ასე არ წავალ, ჯერ გამოვიცვლი. ღმერთო ჩემო. ღმერთო. ცოტა ფრთხილად. ნუ გეშინია, არ გავტეხავ. ჩაღლა. გერაკავდი და ვერ დაგიკავშირდი. ოზანი როგორ არის? უხმოზე მქონდა და ვერ გავიგეჩინარ. ოზანი კარგად არის. სახლში ისვენებს. კარგია, გამიხარდა. შენ როგორ ხარ? კარგად ვარ ჩინარ. მაგრამ გონი ცუდად მოვიქეცი. ოზანი ფიქრობს, რომ თელეღამე მასთან ვიყავი. მე არ მithkoms დავრჩი მეთქი, მაგრამ არც უარყავი. ჩემი ტყობის ძალისგან მოულოდნელი საქციელია. მაგრამ არ გამტყუნებ. ანუ ეს არის სიყვარული. ზოგჯერ ტყუილის თქმაც გიწევს. ჩინარ არ მომიტყუებია. უბრალოდ არასაკმარისი ინფორმაცია მივაწოდე. კარგი, ასე იყოს. თან ეს ბოლო ტყუილი ხომ არ არის? შენი ამბავი მიხარია. ბედნიერი ხარ. იღიმი კიდეს. ხო, მართლა. ოზენთან რომ მივედი, ეს რაც იქ დამხვდა. მართლა? დილით ადრე მისულა. მეც გამეკვირდა. ოზენი ხომ ეს რას გამოდაშავდა. ალბათ თავი დამნაშავედ იგრძნო და ინერვიულა. ინერვიულა? რას ამბობ? ეს რა, ხვალამდე მანდაპირებ დარჩენას. გაბარიტი ვერ ჩაიცვე. გამოვდივარ. აი, გამოვედი. ხედავ რამ ჭირს. ვერ შევიკარი, ელვა გაიჭედა. ასე წავიდე? აი, შენი მაისური. მოდი, მე დაგეხმარები. მე შეგიკრავ. არა, შენ დამიჭირე და მე შევიკრავ. აქ დამიჭირე. მიდი, შეკარი ვიჭარ. მიდი. შეკარი. ვერ ვკრავ. მაშინ დამაცადე. კარგი. დაიჭირე და შევკრავ. ვერ ხვდები გახდის დროს, რატომ არ გაფუჭდა? მაინც და მაინც შეკრის დროს რა პრობლემაა? ნერვიულობდი და იმიტომ. გაიჭედა. ჯერ ქვევით ჩაწიე. კარგი, დამაცადე, ვკრავ. მოიცადე. კარგი, გამიშვი, შეიკრა. წავედი. ეს რა მოიცადე? მანდარინები რატომ მოიტანე? პენ არ მადაგავალო. ხო, სიაში ეწერა. სიაში. კარგი, აბა მაჩვენე. არ მაქვს, თან ხომ არ ვატარებდი. დავხიე და გადავაგდე. არანაირი სია არ მაქვს. ერთი წუთით. მაღაზიაში გადააგდე არა? ხო. ანუ არანაირი მოგონება არ გაქვს მანდარინებთან დაკავშირებით, ამიტომ არ მოგიტანია. არა, უბრალოდ ვიტამინი C-ა. ვიტამინი. ეს რა, რის მიღწევას ცდილობ? არაფრის, გამატარე, გამიშვი. ჩემი შვილი გავამდიდრე. ახლა რაიონი ჯერია. რეიხან, სლოგანი მოვიფიქრე. ჩემი შვილი გავამდიდრე. ახლა რაიონი ჯერია. და ურაში გჭირდება ეს ყველაფერი, გთხოვ, არ გინდა. შემიშვი. დაო. შეეშვი დეიდა. წავიდეს. ნეტომ მართლა მოიგოს, რომ ყველას თავი დაგვანებოს და მშვიდად ვიცხოვროთ. მეც ადამიანი ვარ, სიმშვიდე მომენატრა. რა კარგად ვლაპარაკობ. ელიფ როგორ გონია? სიკვდილემ და სიმშვიდეს ვეღირსებით? თუ მოიგებს ვეღირსებით? რაიონის ხალხმაც გაიზიაროს ჩვენი ბედი, გაიგონ რა დღეში ვართ. მართალი ხარ ელიფ. ანუ არჩევნებში უნდა გავიმარჯვოთ. წინ.
ნამდვილად დეიდა, აუცილებლად. ამ საკითხთან დაკავშირებით შესანიშნავი იდეა მაქვს. მართლა? შეგერგოთ. რა შვები? არაფერს ელიფ, მუშაობთ. შენ? ამიტომაც მოვედი. არ იმუშაო. გთხოვ, არ იმუშაო. ეს რას ნიშნავს? ძალიან რომ გთხოვოთ. კანდიდატურას არ მოხსნით? არჩევნებზე ამბობ, გთხოვ. რომ შემეძლოს დიდი სიამოვნებით, მაგრამ არ გამოვა. მართლა. რატომ? ეს ასეთი მნიშვნელოვანია შენთვის. სასურზე ჩემი კარიერა დევს. კარიერა გაქვს? არჩევნების შემდეგ მექნება. პირველად მივხვდი ცხოვრებაში რა მინდა რომ გავაკეთო. რა გინდა? კონსულტანტობა. წავიკითხე რომ მაკიაველიც ასე ფიქრობდა. ძალიან აღელვებული ვარ, ამიტომ მოარს ვერა და ვერ ვიტყვი. მაკიაველი? მაკიაველი. ეკო. ეს საკითხი ჩემთვისაც მნიშვნელოვანია. დედამ არჩევნები უნდა მოიგოს, რადგან სხვა საზრუნავი გაუჩნდეს და მე თავი დამანებოს. გასაგებია? მაშინ ელიფ, მოდი ასე გეტყვი. და ეს საუკეთესო უნდა იმარჯოს. კარგი. ჩემპიონი უკვე ცნობილია. მეორე ვინ იქნება? იცოდი შეგჭამ. გოგოს ასე როგორ ხდება ყველაფერი. საიდან გამოვიდა? რა დებილობა. ჩინა როგორ ხარ? კარგად შენ? სად იყავი? მე? კალბატონმა პენერმა გამიშვა. ბატონო ზას სახლი მოუწესრიგე. რამდენი საქმეა? გუშინ საავადმყოფოში იყავი? შენ საიდან იცი? ორში მივდიოდი. კალბატონი ჩაღლა უყვებოდა ვიღაცას და გავიგე. ხო, ვიყავი. აუცილებლად უნდა წავსულიყავი. ყველაფერი ჩემს გამო მოხდა. ბატონი ოზანი კარგად არის. ძალიან კარგად. მართლა შემეშინდა რომ რამე დაიმართებოდა. მადლობა ღმერთს, ყველაფერი კარგად დამთავრდა. ამიერიდან აღარ მოგშორდები, რადგან მაგნიტივით შარს იკრავ. მგონი მართლა ასია. არა ლამაზი ქალია. ძალიან საყვარელიც. კარგად იცომს. ნეტავს ატყიდულობს. მოდი ვნახოთ. მაგარია. ეს რა არის? რა? უპები? გვარები ერთნაირი, ამიტომ გქონდათ. თან გვანან. აქამდე როგორ ვერ მივხვდი? კალბატონი ჩაგლას ძმა. ანუ უფროსი შვილია. წავალ ასლს გადავიღებ და დავბრუნდები. ესრა ეს საავადმყოფოში დაგრჩა. მადლობა მუსა. ბატონო ზანს, კალბატონი ჩაგლასი ხომ არ ეგონა? ითხრა, მაგრამ საუბარი სულ სხვა თემაზე გადავატანინე. არი დარდო. და საერთოდ რატომ უმალავ? უთხრათ, უფლება აქვს სიმართლე იცოდეს, რატომ უნდა დაუმალო? არა მუსა, არ იმსახურებს, არ მინდა. ყველაფერი ისე დარჩეს, როგორც არის. ვერც შენი ვერ გავიგე და ვერც იმის. კარგი. შენ დამპირდი რომ არაფერს იტყოდი. კარგი, მე გვერდები. მადლობა. კარგი ბენარ, სწორია. ხვალინდელი თათბირი არ გადადო. როგორღაც მოვაგვარებთ, კარგი?